როდესაც არის ქირონი ტყუპებში, ან მესამე სახლში, აი მსგავსი ენერგია რო თქვა, თან თუნდაც მერკურთან შეერთებაში ქირონი, ხო, აი როცა ვამბობთ ხოლმე, აი მერკურული ენერგია როცა ტრიალებს მაგალითად, ხო, ეს შეიძლება იყოს თვით გამოხატვის პრობლემა, შიში ინტელექტუალური გამოხატვის თავის, შეიძლება ნათესავებთან პრობლემა იყო, აი ჭრილობები, რაღაც ჭრილობები კომუნიკაციაში, აი არ თქვი ესე ძალიან გავს ესეთ ენერგიას, აი კომპლექსები როცა გვიგროვდება, ხო, აი სასუნთქზებში რომ რაღაცნაირად ბლოკირდება ხოლმე შინაგანი, რომ აი მე შინია გამოვხატო თავი ინტელექტუალურად, ან მე შინია ინფორმაცია მაგალითად გავავრცელო, ესე რომ თქვა ჩემზე. შეიძლება ადამიანს უნდადეს კომუნიკაციის სფეროში იყოს, აქტიურობაში იყოს, მაგრამ უფრო სხვებს ეხმარებოდეს ამ თემებში, რომ თითქოს შინაგანად თვითონ განიკორდოს კომუნიკაციაში, კავშირებში, სხვებს ეხმარებოდეს, ვიდრე თვითონ ახორციელებდეს ამ ყველაფერს, ხო? თუმცა მესამე სახლში ასევე აი ისე ის გამრავლება ხდება, ბევრი კონტაქტები შეიძლება იყოს, შეიძლება ინტელექტუალური საქმიანობა და აი განკურნება ხდება ხოლმე ან წიგნს თუ წერს ადამიანი, ან წერას სწავლობს, ისეთ აქტიურად, ან კომუნიკაციის სფეროში არის რაღაცები ხელს უშლის თუ ნეგატიური ასპექტები არის ამ ჭრილობისგან გათავისუფლებაში, ხო? ქირონი იმდენად მრავალბუნებიანი არის, საკუთარ თავშიც იდენტიფიკაცია ხშირად გვიჭირს ხოლმე, შეიძლება მაგალითად ნათესავებს ეხმარებოდეს ადამიანი, ურთიერთობებს ალაგებდეს და ამითი შინაგანად ქონდეს განკურნება, რომ უი კომუნიკაციაში მეც რაღაცებს სწავლობ, მეც რაღაცებს ვალაგებ, ხო? იმიტომ რომ ეს არის მერკურული ენერგიის კომპლექსი, ჭრილობა ინტელექტუალური ან კავშირებში, ან ნათესავებში, ხო, რაღაც შინაგანი ტკივილი, მოდით ესე ვთქვათ, ან დაძმისგან, ან უახლოესი გარემოცვისგან. თავარი ტრამვები შეიძლება აქედან მოდიოდეს.